რატო გვაჯობა სომხეთმა? რატომ მოახერხა ქვეყანამ, სადაც დღესაც კი რუსული ბაზა დგას, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, ევროკავშირთან ასოცირების და უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ევროკავშირის სამონიტორინგო მისიის ჩაყვანა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. და ეს იმის ფონზე, როცა ეს ყველაფერი ჩვენ ან უკვე დავკარგეთ, ან ვკარგავთ. რატო გაგვისწრო სომხეთმა გასულ წელს ეკონომიკური ზრდით და ყველა სხვა საერთაშორისო მაჩვენებლით? რატო მოხდა ისე, რომ ჩვენზე ტერიტორიით და მოსახლეობით პატარა სომხეთი ჩვენზე ორჯერ მეც ხარჯავს შეიარაღებულ ძალებს და შესაბამისად ჩვენზე თანამედროვე და ძლიერი ჯარი ყავს? თან ეს ყველაფერი საკუთარი მოსახლეობის ომით და მეორე თუ მესამე ფრონტით მუდმივი დაშინებისა და ტერორის გარეშე. მე გეტყვით რატო? იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ერთი ოლიგარქი, რომლის ერთადერთი მიზანიც არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება. ამიტომ მას არ სჭირდება მოკავშირეები, რომელიც მისგან თავისუფალ არჩევნებსა თუ დამოუკიდებელ სასამართლოს ითხოვენ, იმიტომ რომ ეს მას ძალაუფლებას დააკარგვინებს. მას არ სჭირდება შეიარაღებული ძალები, იმიტომ რომ მისი მთავარი მტერი ჩვენ ქართველი ხალხი ვართ. და ჩვენთან გასამკლავებლად მას ყოველთვის ეყოფა რაღაც რამოდენიმე ათასიანი ომონი, რომლითაც მუდმივად ყიდულობს რაღაც ახალი წყლის ჭაულის მანქანებსა თუ ხალხის დასარბევს სხვა ტექნიკასა და შეიარაღებას განსხვავებით შეიარაღებული ძალებისგან. მას არ სჭირდება ქვეყნის თავდაცვაზე ფულის ხარჯვა, იმიტომ რომ ურჩევნია ეს თანხები არჩევნების ყიდვასა თუ საკუთარ პირად დაცვად გადაქცეულ პოლიციასა და სპეცრაზებზე დახარჯოს, რომელსაც უხვად ურიგებს პრემიებს ყოველი ხალხის დარბევის შემდგომ. როდესაც 2018 წელს სომხეთში მშვიდობიანი გადატრიალება მოხდა და იქაური ავტორიტარული რეჟიმი დაემხო, ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ მათზე წინ ვიყავით და ეს ყველაფერი 2003 თუ 2012 წელს გავიარეთ. თუმცა აღმოჩნდა რომ ჩვენ ავტორიტარიზმი ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია და ჩვენ თავისუფლებისთვის კვლავ ბრძოლა გვიწევს. ამიტომ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ როგორც მინიმუმ ისტორიის ამ მომენტში სომხეთმა ჩვენ გვაჯობა. და რაც უბრალოდ დიდხანს ვერ შეუძლება თავისუფლების დაბრუნებასა და ივანიშვილის რეჟიმის გაშვებას, მით უფრო მეტად გაიზრდება ეს ჩამორჩენა როგორც სომხეთთან, ისე თავისუფალი სამყაროს სხვა ქვეყნებთან. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე განვითარებული ქვეყანა რეგიონში ყველა მაჩვენებლით, მაგრამ ამისათვის ჯერ ჩვენ თავისუფლება უნდა დავიბრუნოთ.